ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დასაჩქარებლად ალიანსი კუთხეებს არ მოჭრს. ამ განცხადებას ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აკეთებს. რაისის თქმით, ის ვერ ხედავს მიზეზად, თუ რატომ არ უნდა შეუერთდნენ ალიანსის ქვეყნები, რომლებიც პირნათლად ასრულება ყოველ საჭირო მოთხოვნას. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი ყარადღეს პრინციპზე, რომ თბილისმა და კიევმა ნატოში გაწევრიანების აუცილებელი სტანდარტები უნდა შეასრულონ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხის განხილვას შეუდგა. თავდაპირველად საქართველოსა და უკრაინისთვის მაფის მინიჭებაზე მსჯელობა იყო დაგეგმილი, თუმცა ამ საკითხის გაშუვა აღარ მოხდება. ალიანსის პრეს-სპიკერი თქმის, ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთან თანამშრომლობის ორი გზა განიხილება. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და საქართველოს ნატოს კომისიის ფორმატში მუშაობის გააქტიურება. ძალისხმევამ გამოიღო ის შედეგი, რომ ყველა ადამიანს აღარ ხდება. ეს არის ერთადერთი, როცა სახელმწიფო დამცველი ხელისუფლების მისდევა დაფასებდარაზე საუბრითო სეზონს სუბარმა 2008 წლის მოხსენების გამოქვეყნება დაიწყო. სუბარის შეფასებით წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ვერცერთი პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. დღემდე აქტუალურია სასჯელ ასრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების პრობლემა. ასევე ხშირია სამართლა დამცველთან და მაღალჩინოსან სამხედროდან ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები, რომლებიც სუბარის თქმით, როგორც წესი გამოუძიებელი რჩება. საქმის გამოძიები და სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში კი განაჩენი მინიმალურია. Sanıba, çepevi sözlüğü problemaz da praktikულად მოქმედებს ქვეყანაში მწარმოებელთა დაურჩილობის პრეზუმპცია. ზოგჯერ ხდება თანამედროვე საქმეების გამოძიება და მწარმოებელთა დაცვა, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხება თანამდებობის პირისგან ჩადენილ დანაშაულს, ესეთი საქმეები რჩება გამოუძიებელი. ამის სახალხო დამცველის მოხსენების ერთ-ერთი თავში, რომელიც წამებაზე არა ადამიანურ მოპყრობას ეხება ყურადღება გამახვილებულია შავადის მკვლელობის ფაქტზე წმინდელიანის გაუჩინარებაზე და ექიმ ემთხვაიას წამებაზე. სახალხო დამცველის მიდრონი შავაძე წარსულში გაუპატიურების მოხლებს ბრალდებულმა პოლიციელმა დააკავა. მას შემდეგ კი რაც შავაძის ბრალდებები გამოუგონეს, ის თითქოს და გაქცევის მცდელობისთვის მოკლეს. შავაძის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ბევრი პასუხს გაუცემელი შეკითხვა აქვს. სუბარის ხელისუფლებისგან პასუხს წმინდელიანის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებითაც ითქვა. პროკურატურამ გულწრფელობა როინ შავაძე ცდილობდა მიმავალად გარბოდა და მიტაცებული საფრთხელი არაბიდან ახდენდა საქართველოს შინაგანი სამინისტროს კუდის აჭარის მთავარი სამართლის ოპერატიული განყოფილის თანამშრომლების მიმართ გასროლა. ერთი ნარკოტიკულ დანაშაულს მას ყიაო გამოხდოდა ზურგიდან არასინიდან. მესამე კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ხოლმე ბაზრის დაკავებული ადამიანი, იპასუხეს, რომ ის გადმოხავდა თბილისში ბაზრაგირების და ბაზრაგირების დროს შეძლო მან გაქცევა. ეს მოიწოვა რაღაცა ბუნებრივი დაჭერების დაკავებულის მაგალითად ჩამოყალიბდა. თბილისში გადმოხავდა 16 სექტემბერს. 5 სექტემბერს შეგახსენებ ააფეთქეს აგვისტოს. ეს არის ისტორიები, როდესაც გორს და ხელშედაქა საქართველოს რუსეთის საოკუპაციო არმია ეს დაკავებული იქნა შინაგანი სამინისტროს მიერ ამის თვითმკვლელები არიან მართალია ეს ადამიანები ფორმად იყვნენ, მაგრამ ყველა გარემოებიდან ჩანს, რომ ისინი იყვნენ სამინისტროს თანამშრომლები და მას შემდეგ არის გამქრალი უკავია. შეიძლება ცოტა მგონი დადგაცრული რაღაცების თქმა შეიძლება აქამდე ამას არ მომოდი. ოჯახის ახლობლებს, როდესაც ისინი ეძებდნენ შავაძეს, წმინდელიანს ეუბნებოდნენ, რომ გეშინიათ სამომავლობის პირები, გეშინიათ ეს ადამიანი ამიტომ გარკვეულწილად თავარი ამ საქმეზე არ იხმაუროთ. ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე საუბრისას სუბარმა კრესესების უფროსის ერეკლე კოდუას ისტორიას გაიხსნა. როცა ჟურნალისტთან განხორციელებული ერთი ზარის გამო 3 ადამიანი დააკავეს და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაც დაიწყო. თანამდებობის პირების მიერ ადამიანთა წამების და უკრაინის დაკავების პროცესის ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენა, რომელიც ყოველწელია ყოველდღიურად ომახვილ ლებურადადაც არის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას მიერ ჩადენილი დანაშაული, როდესაც მან იმის გამო, რომ ვიღაცამ მობილურ ტელეფონზე დაურეკა ღამის 2 საათზე ნამუგა ჯორჯოლი. დააპატიმრებინა 3 ადამიანი. სახალხო დამცველის მოხსენებაში პატიმართა წამების ფაქტებიც მოხდა. პატიმრების წამებაზე დღეს სახალხო დამცველის ოფისში მისული ადვოკატების საუბრობენ. ის რომ პატიმრები იყვნენ შიშველი ნახა 2 ჩემმა თანამშრომელმა და მესამემ გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომელმა ჩვენს პროექტში გაეროს განვითარების. ის თანამშრომელია გოგონა, რომელმაც თავის თვალით ნახეს შიშველი პატიმრები, თავის თვალით ნახეს როგორ ეხმარა მათი
განსაცმელი ეზოში და ეს არ არის მხოლოდ ლისტების შემოყვანა პრობლემა შეგვიძლია გავაიგოთ დაფის განაცხადა. პატრონებს ცემენ და აწამებენ ყველანაირ მიზეზის გარეშე უბრალოდ იმისათვის რომ ისინი იყვნენ იქ დამონებული, დამორჩილებული და ვერ ბედავდნენ პროტესტის გამოხატვას ვერანაირ უკანონო ქმედებაზე ადმინისტრაციის მხრიდან. მათ ასევე არ მიეცათ საშუალება გამოეხატათ პროტესტი ამინისტიაზე, რომელიც აბსოლუტური ფაქტი აღმოჩნდა. სახალხო დამცველი დღეს სამართალ დამცველთა მიერ გაზარალებულთა დაშინების ფაქტებზე და მეთოდებზე საუბრობს. მეორე ფაქტი არის შეცნერ აღმოჩენილი, როდესაც აშკარად ჩანს ამების კვალი, აშკარად ჩანს ადამიანი არის ნაწამები, ისამაც ადასტურებს, აღიარებს, იძლევა ამშენებლად განმარტებებს, მაგზავნის მასალებს პროკურატურაში, რომ დაიწყოს გამოძიება. პროკურატურამ ავტომატურად უნდა დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ ამის საფუძველი არის სახალხო დამცველთა მოკვლეული მასალები და ჩვენი რეკომენდაცია. როგორც წესი ამ მიზნით არ არის გამოძიება, არამედ გასაუბრება. რაც ნიშნავს გასაუბრება? გასაუბრება ნიშნავს, რომ მიდის გამოძიებელი და აი ამ პირებს, რომლებიც იქნება ნაწავები, ეკითხება, მართლა იყავით ფორმალურად ეკითხება, მართლა მოხდა თუ არა თქვენი კანონობა, მართლა მოხდა თუ არა თქვენი ცემა, ხოლო მას შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ არა, ეს ფაქტი არ ქონია, მე მეორე კითხვაა. მაშინ რატომ უცხოელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ისე თქვენი ხავით ნაცემები? სამების არაადამიანური მოპყრობის დაშინების ფაქტებსა და სამართალ დამცველთა მხრიდან ჩაძენილ კანონდარღვევებზე, რაც შესახებ დამცველის ოფისში სეზარ სიბარის მოხსენებით მოსასმენად მისული პოლიტიკოსები საუბრობენ. პოლიტიკური ნიშნის დევნის ფაქტებმა და მასშტაბებმა მიაღწია მართლაც არ ნახულქვა. გავსი პრეცედენტი აი ამ ნიშნის პოლიტიკური დევნისა მე არ მახსენდება წინა პერიოდებში ყოფილიყო, ამიტომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბოლო ერთი წელი იყო ამ თვალსაზრისით ყველაზე სასტიკი. პოლიტიკური ნიშნის დევნები, პოლიტიკური ნიშნის დაპატიმრებები, ოჯახის წევრების შანტაჟის ეწოლა, მუხარა და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ეპიზოდის განმავლობაში უამრავი თანამოაზრე თანამებრძოლი დაგუპატიმრეს. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ხშირად იშველებენ ასეთი ტიპის არგუმენტს, რომ წინა ხელისუფლების დროს ამების პროცესში ხალხი ხტებოდა ფანჯრებიდან სამინისტროსი, ქალაქის სამმართველოსი და ასე შემდეგ. ამ ხელისუფლებას არ ჭირდება ეს, რომ ფანჯრებიდან გადმოსცეს ხალხი. ისინი პირდაპირ ახდენენ ლიკვიდაციას ქუჩებში და ამის არაერთი მაგალითი ვიცით ჩვენ. გნებავთ ვაზაგაშვილის, გნებავთ გირგლიანის, გნებავთ რობაქიძის, გნებავთ მაგრაძის ქუთაისში, გნებავთ შავაძის ბათუმში, გნებავთ ჭუბერელი ახალგაზრდა სამცხე-გვარდი ამავეც და ამიტომ დღეს წამების მომენტი აღარ არის გამავლული ამ ხელისუფლებისთვის. სახალხო დამცველის 2008 წლის მოხსენება პარლამენტს უკვე გადაეცა. საკანონმდებლო ორგანო მას სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე განიშნა. ადვოკატები ლეა მუხაშაურია და არჩილ ჩოფიკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც ეგრეთ წოდებული კანონიერი ქუდის გიორგი გოგოლაძის საკითხი განიხილეს. ადვოკატების თქმით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე იყო და რუსეთმა საკუთარი მოქალაქის საქართველოში დეპორტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოახდინა. ადვოკატების თქმით, გიორგი გოგოლაძეს სასამართლომ 10 წლიანი განაჩენი ჭორებზე დაყრდნობით გამოუტანა. გიორგი გოგოლაძის მიმართ საქართველოს რაიონის სასამართლომ 2006 წლის ნოემბერში დაადგინა 10 წლიანი განაჩენი კანონიერი ქუდის ბრალდები და ეს ბრალდება ემყარება ისეთი მოწმეების ჩვენებებს, რომლებსაც 2018 წელს ეჭვის სახით ჰქონდათ გაგონილი, რომ გიორგი გოგოლაძე თურმე არის კანონიერი ქუდი. რეალურად გიორგი გოგოლაძე კანონიერი ქუდი არასდროს არ ყოფილა. 2007 წლის აპრილიდან ეს საქმე წარმოებაში აქვს მიღებული ევროსასამართლოს და მიმდინარეობს მასზე მუშაობა. იმიტომ რომ ასე დაიწყო ეს როცა ის გაასამართლეს დაუშტერლად ამ ის კანონიერი ქურდების მოხდა, ჩვენ მაშინ გავასაჭიროა. ამას მოყვა მე დარწმუნებული ჩვენ სასაჭიროებას მოყვა. შემდგომ მის ექსტრადიციის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რაც განხორციელდა. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას და ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითხოვენ. გარემოვაჭრეებმა, რომლებსაც 20 ნოემბერს ვაჭრობის უფლება აეკრძალეს, დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და ხელმოწერილ დეპუტატებს მათი მოთხოვნების გაზიარებისკენ მოუწოდეს. გარემოვაჭრეთა პრობლემებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯონდი ბაღატურია მათ ისაუბრა და კანონპროექტის შესვლა მოითხოვა. ბაღატურია განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაო შეხვედრები გარემოვაჭრობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების
წარმომადგენლებთან და მოხდება გარემოვაჭრეთა მოთხოვნების გაზიარება. გარემოვაჭრეებისთვის გაუგებარია თუ რატომ აეგრძალათ მხოლოდ ასაცის მოვაჭრეებს გარევაჭრობა. მე ვარ კერძოდ სოხუმიდან ახალიდან დევნილი მოვიწყოთ გარევაჭრობის დარქვას აი ფიქსირებული გადასახადით მოვიწყოთ რომ მივაჭროთ გარეთ და თუ ეს შესაძლებელი იქნება მომხრევად ამისი გადავიხადოთ